შუადღე მშვიდობისა ყველას. გმადლობთ ალექს და ყველას JNS-დან, რომ მომეცით პატივი. დღეს მოგმართოთ. დღეს ბევრს საუბრობენ ისრაელის მხარდამჭერ ადვოკატირებაზე. ბევრი კონფერენცია ტარდება ანტისემიტიზმთან ბრძოლის შესახებ. ტარდება გამოკითხვები თუ როგორ მოვიგოთ ადამიანების გულები და გონება, დაუსრულებელი დისკუსიებია მესიჯებზე, ნარატივებზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ხალხი მუდმივად ამბობს, რომ ისრაელს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა აქვს. არ ვეთანხმები. ებრაულ სახელმწიფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს. ბლეი ისრაელი, ძველი ძლიერი ტომი ისრაელის შვილებისა, რომლებმაც ყველა ჩვენი მტერი გადაიტანეს და გენოციდის არაერთი მცდელობის შემდეგაც კი აყვავდნენ. ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს. სინამდვილეში ჩვენი ნარატივი იმდენად ძლიერია, რომ სხვებმა ის გადმოიღეს და ცდილობენ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. ადგილობრივი ხალხი ვართ, ჩვენი ზეთისხილის ბაღებით იერუსალიმის გარშემო ბორცვებზე, ჩვენი მიწიდან გამოგვყარეს, ოკუპაციას, კოლონიზაციასა და გენოციდს დაგვაქვემდებარეს. ბოლოს გაერთიანებულმა ერებმა აღიარა ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო კვლავ არ გვაღიარებს მას. ვისი ისტორიაა ეს? ეს პალესტინელების ნარატივია თუ ჩვენი, მაგრამ მოიცადეთ, მე პალესტინელი ვარ. ჩემი წინაპრები საკუთარ თავს პალესტინელად მიიჩნევდნენ. პალესტინელი იყო იგივე, რაც N სიტყვა, რომელიც ებრაელებს მოგვცეს მას შემდეგ, რაც დაგვიპყრეს და გაგვაძევეს იუდეიდან, საიდანაც ვართ წარმოშობით. ებრაელები იუდეიდან არიან. ის ფაქტი, რომ ეს ფაქტი თავისთავად სადავოა და რომ ჩვენ მილიონობით დოლარს ვხარჯავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიებში, რათა ეს მსოფლიომ დაინახოს. მართლა, ის რაც მათ უკვე იციან და შეგნებულად უარყოფენ, რომ ებრაელები იუდეიდან არიან, ნიშნავს, რომ ნარატივი ახლა უკვე იმდენად არეულია, იმდენად დამახინჯებული. ბრძოლის ველი იმდენად არამკაფიოა, რომ უბრალოდ მინდა აქ ერთი აზრი გამოვთქვა. ერთი ძირითადი წინაპირობა, საიდანაც შეიძლება ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა. შესაძლოა, ჩვენი საქმე არ არის, რომ PR-ომი მოვიგოთ. ეს ებრაელი ხალხის საქმე არ არის, რომ მსოფლიო დავარწმუნოთ, შეგვიყვარონ. ისევე როგორც ჩვენი საქმე არ არის, რომ კიდევ ერთი პალესტინური ისლამური სახელმწიფო შევქმნათ წარუმატებელი ისლამური დიქტატურების ზღვაში. და ნამდვილად ჩვენი საქმე არ არის, რომ არსებობის ნებართვა ვითხოვოთ. თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო არსებობს იმიტომ, რომ დავით ბენ-გურიონმა უარი თქვა ნებართვის თხოვნაზე. მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაშინაც კი, როცა ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ასე არ გაეკეთებინა. წარმოიდგინე, რომ მას მოусმენდა. წარმოიდგინე, რომ ებრაელ ხალხს დაელოდა ნებართვას ჩვენი სახელმწიფოს დასაარსებლად. და რა გაკვეთილი ვისწავლეთ? ჩვენ ისე ველოდებით ნებართვას და ვთხოვთ ნებართვას, რომ ავაშენოთ ებრაული სახლები და ებრაული სკოლები ჩვენს შვილებისთვის იუდეაში. ებრაელების გადარჩენა არასოდეს ყოფილა დამოკიდებული ნებართვაზე, ახსნებზე ან თავდაცვითი PR-ის კამპანიების მოგებაზე. და მაინც 10 წლეულების განმავლობაში მილიარდობით დოლარი იხარჯება ამემეწედის ბრობელივი პროისრაელურ ადვოკატირებაზე. მაგრამ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ვიცით, იზრდება. როგორც ეს ხდებოდა და იცვლებოდა ისტორიის განმავლობაში, ანტიზიონიზმიც იზრდება. და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ ნარატივზე ამდენი ფულია დახარჯული, ყველაფერი სრულიად საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. მაშ, რატო ვაგრძელებთ ისრაელის იმიჯისთვის PR ბრძოლაზე ფულის ხარჯვას იმ იმედით, რომ ეს ებრაელებს უფრო უსაფრთხოდ გახდის? იმიტომ, რომ ორი სრულიად განსხვავებული რამ აგვერია ერთმანეთში. არის განსხვავება ისრაელის მხარდაჭერასა და ებრაელების გაძლიერებას შორის. და ეს არის განსხვავება პოლიტიკასა და სამოქალაქო უფლებებს შორის. ებრაელთა სუვერენიტეტი არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის სამოქალაქო უფლებების საკითხი. ებრაელებს აქვთ სამოქალაქო უფლება, რომ საკუთარი თავი მართონ და იუდეაში იცხოვრონ. იუდეაში არ შეიძლება არსებობდეს ებრაელებისგან თავისუფალი ზონები. ებრაელი ადამიანის უფლება ილოცოს ტაძრის მთაზე არ არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც მოსალაპარაკებელია.
ეს წარმოადგენს ძირითად სამოქალაქო უფლებების საკითხს ებრაულ სახელმწიფოში. თუ ტაძრის მთა, რომელიც ისრაელის კონტროლის ქვეშა და წმიდათა წმიდაა, არის ერთადერთი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში, სადაც ებრაელისთვის ლოცვა აკრძალულია, რას მივახციეთ აქ? რაც ამერიკულ კოლეჯებში ხდება, ისრაელთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს სამოქალაქო უფლებების საკითხია, რომელიც ჩვენი დემოკრატიის არსს ეხება. ებრაელ სტუდენტებს აქვთ სამოქალაქო უფლება. ისარგებლონ კამპუსზე დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოთი, მიუხედავად იმისა, რა ხდება ათასობით მილით მოშორებით. ებრაელ და ისრაელ მეწარმეებს აქვთ კანონიერი უფლება არ განიცადონ დისკრიმინაცია კომერციულ გარემოში, მათი რელიგიის, გარეგნობის ან დაბადების ადგილის მიხედვით. ჰანჯარაზე არ შეიძლება იყოს წარწერა, სადაც წერია გეი ადამიანებს ან შავკანიანებს არ ვუშვებთ. თქვენ არ შეგიძლიათ გქონდეთ ბიზნესი, სადაც წერია ისრაელებს ან ებრაელებს არ ვუშვებთ. და იცით, ვინ დაადგინა ეს სამართლებრივი პრეცედენტი? ებრაელი იურისტები, რომლებიც სხვა უმცირესობების უფლებებს იცავდნენ. და რაც უფრო მეტად უპასუხობთ ანტიებრაულ დისკრიმინაციას პროისრაელური კამპანიებით, მით უფრო ვაძლევთ მათ იურიდიულ არგუმენტს, რომ ჩვენს მიმართ დისკრიმინაცია გაამართლონ. რასაც ვამბობთ არის ის, რომ ჩვენი სამოქალაქო უფლებები როგორც უმცირესობის და ჩვენი მოთხოვნა კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ დამოკიდებულია ან დაკავშირებულია ან ეფუძნება პოლიტიკურ დებატში გამარჯვებას უცხო სახელმწიფოს შესახებ. ასე არ მუშაობს სამოქალაქო უფლებების მოძრაობები. სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს არ აქვთ PR კამპანიები, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობებს იცავენ. ჩინელი ამერიკელების უფლებები არ არის დადამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ჩინეთი COVID-ს. აფროამერიკელების უფლებები არ არის დამოკიდებული დედებული სუდანის მთავრობის ქმედებებზე. და ფაქტი, რომ მუსლიმთა საძმომ შენიღბა თავისი ფარული ჯიჰადი, რათა შიგნიდან გაანადგუროს დასავლეთი. ის, რომ ეს წარმოაჩინება ანტისახელმწიფო ისრაელის კამპანიად და პრო-პალესტინური ადვოკატირების ნაბიჯად არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ნარატივს უნდა ავყვეთ. არსებობს განსხვავება ისრაელის მხარდაჭერასა და ებრაელების გაძლიერებას შორის. მაშ, როგორია ებრაელების გაძლიერება? ეს გავს ბოლო დროს შეტანილ სარჩელს Texans for Israel-ის მიერ, რომელიც გამოიწყო გამორჩეულმა იურიდიულმა გუნდმა პროფესორ ევგენი კონტაროვიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად იმყოფება. რომელსაც მხარს უჭერს Lawfare Project-ი, ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც ებრძვის რასისტულ დისკრიმინაციულ სანქციებს ებრაელ დასახლებულებზე და რა თქმა უნდა, ებრაულ ორგანიზაცია რეგავიმს. რაც სულ გასულ კვირას ისტორიულ შეთანხმებამდე მივიდა, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობასთან შეთანხმებაში ასე წერია, ციტატა. შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ პოლიტიკას, რომელიც დაარღვევს ისრაელის სუვერენიტეტს, ან მიზანში ამოიღებს კერძო ორგანიზაციებს და ისრაელის მოქალაქეებს დასავლეთ სანაპიროზე. ამიტომ ეხლა უნდა დავასრულო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი მაგალითი მაქვს, ებრაული გაძლიერების გაკვეთილი ძალიან მარტივია. ჩვენ არ გვჭირდება ახსნა განმარტებები ისრაელზე. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ებრაელები, გაძლიერებული ებრაელები, რომლებსაც არ ეშინიათ ღიად ისაუბრონ რადიკალურ ისლამზე, ებრაელები, რომლებსაც არ ეშინიათ ებრაელთა სიძულვილზე პასუხი აგებინონ სასამართლოში ან სხვაგან. რადგან, როდესაც ებრაელი ხალხი შეწყვეტს ნებართვის თხოვნას და დაიწყებს თავისი უფლებების გამოყენებას, მომავალი ჩვენ გვეკუთვნის. მადლობა.